291 ან 292 დღეა. არჩა ხარა ამ წარწერას გადავიღე. Online media publica ლევონ ზაზაძე და მარიამ ნიკურაძე. ეს ის ხალხია, ვისი ვიდეოებიც გამოვიყენე იქ, სადაც არ ვიდექი, ანუ ქოცების სოფისთან. პირდაპირ პარლამენტთან მივედი. ხო და ახლა განახებთ მათ ვიდეოებს. ხო თუ რა უსამართლობა მოხდა იქ. იმ ჯეჯახეთიდან წამოვიდნენ რა, თავის იქნეს, თავის ითქვეს. ნერვებზეც თამაშეს ის ნაბიჯრები და გამარჯვებულები, თავაწეულები წამოვიდნენ მარშით. კალაძის შტაბთან ხალხს შეუერთდა საზმაუს ხალხი.
ჩვენთან ერთად ამ მასზე იყო მიკუშა ბედნიერი კაცია, მიესალმოთ. აიტო პირველ სიტყვას შეიძლება იკას თუ ექნება საშუალება პირველ სიტყვას მას გადავწევთ. გამარჯობა პირველ რიგში და გამარჯობა არის ის სიტყვა, რომელიც ყველაზე მეტად შემიყვარდა მათ შემდეგ, რაც გამოვიდი ფეხი უსამართლო სასამართლოდან. სადაგრძელოები არ მიყვარს და ყველგან მედია საშუალებებში კოლეგებთან, მეგობრებთან როცა მოვხვდი, მთავარი საქმელი ძალიან მოკლედ ჩამოყალიბდა და რაღაცა ესეთ პასაჟის სახით იქცა და მინდა ყველას აი ის შეგრძნება, რომელიც ახლა მე მაქვს რაღაცნაირად გაგიზიაროთ, გადმოვცეთ ჯერ პირველ რიგში ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჯიუტად იკავებს თქვენს კუთვნილ ადგილს რუსთაველის გამზირზე. გითხრათ ძალიან დიდი მადლობა და მოგემადლიეროთ, მოგესიყვარულოთ, დაგიდასტუროთ უპირობო ერთგულება და სიყვარული ზუსტად ისეთივე, როგორი ჯიუტებიც იყავით თქვენ და ამ შემთხვევაში ჯიუტებს პრინციპულობაც არის ის სიტყვები, რომელიც ძალიან ლამაზ გზაჯგერს, იმიტომ რომ ჩვენ გვაერთიანებს იდეა ქვეყნის გადარჩენის და ქვეყნის ნათელი მომავლის. ახლა რაც შეეხება დანარჩენს, მას შემდეგ და მაშინ როცა კოლეგები მეკითხებიან ხოლმე რომ გას გააკეთებ დანარჩენი წყლებისთვის მაქვს სალსახა და ერთ მნიშვნელოვანი პასუხი. უნდა გავაკეთო აუცილებლად ის და თქვენთან ერთად, რასაც გააკეთებდნენ ის ბიჭები და ორი ქალი ხმოვანში, რომლებიც აი რომ მომხდარ იყო ისე რომ ჩვენზე ადრე გამოსული იყვნენ ზუსტად ისე რომ ერთგულად, თავდადებულად და პრინციპულად გააგრძელებდნენ ბრძოლას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ერთიანობა, რომელიც ძალიან ბევრ დღეს მოიცავს ამ ბრძოლაში, კიდევ უფრო ლამაზი, მრავალფეროვანი და კიდევ უფრო პრინციპული უნდა გავხადოთ. ამიტომ მაქვს თქვენი იმედი, მაქვს თქვენი ერთგულების იმედი, გულწრფელობის იმედი და ამ გულწრფელ ბრძოლაში ვფიქრობ, რომ უფრო მეტი აქტივობით, უფრო მეტი და ისე მეტი ნაბიჯით უნდა დავაჩქაროთ ის მოვლენები, რომელიც კავშირშია გამარჯვებასთან. ამიტომ ერთადერთი რაც მინდა გთხოვოთ, არ ვიცი რამდენად ისმის ახლა ჩემი ხმა, არ ვიცი შეძახილებით, ოვაციებით, ყველა მინდა რომ გავამხელოთ ერთმანეთი და გავიხსენოთ როგორი იყო ის ერთობა, რომელიც მაგალითად იყო დამოუკიდებლობის დღეს და აყრუებდა ჩვენი შეძახილები. არვაფიქრებ გაჩენებას ზუსტად ისე როგორც თქვენ. ვახსოვდეთ, რომ უამრავი ადამიანი ყავს დასახსნელი. სამაგალითო მზია ამაღლობელი, სამაგალითო ნინო დათაშვილი და სამაგალითო ბიჭები, რომლებიც ირეკლავენ ძალიან დიდ სიყვარულს და ამ სიყვარულს ატარებენ თან. ეს სიყვარული არ არის კონკრეტულად არავისი, ეს სიყვარული არის ქვეყნის სიყვარული, რომელიც ყველაზე ლამაზად ჩანს ალბათ დავეთანხმებით. ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და არ არის ეს საყვედური ან რაღაც პრეტენზია ან შენიშვნა. მინდა რომ ყველამ ჩვენ თავს ვეუბნებით პირველ რიგში მეტი აქტიურობით, მეტად ერთად ყოფნით და ერთად დგომით დავაჩქაროთ ის შედეგი, რომელიც გვეკუთვნის. ჩვენ ვიცახურებთ იმას, რომ ვიცხოვროთ ბედნიერ საქართველოში და მე მგონი აქაც ყველა მეთანხმებით და არ ვიცი აპლოდისმენტებით შედახილებით გავამხელოთ. და მადლობა ყველას, მადლიერება და დიდი სიყვარული. პირიქით, უდიდესი მადლობა ნიკა კაციას, უდიდესი მადლობა მის ოჯახს, მაგალითისთვის, ბრძოლის, თავდადების მაგალითისთვის. მათ შორის დღეს მადლობა მინდა მის მას ლაშას გადაუხადო, როდესაც ერთ-ერთი პროვოკაციის დროს სწორედ ლაშამ მოახერხა ისო ჩვენ ერთ გუნდად შევკრა და გამოგვიყვანა ასე ვთქვათ ამ პროვოკაციისგან და იმ განსაცდელისგან, რასაც აი პროვოკატორები, ქართული ოცნება და მათი პოლიცია გვიმზადებდა. 2-3 დღეა ჩვენ უყურებთ იმას, რომ მთლიანად სატელევიზიო სივრცე დაბნობილი გვაქვს ჩვენ. მათით, ჩვენით, იმიტომ რომ ჩვენს დღის წესრიგზე აეწყნენ ისინი, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე დღეა გვაქვს შერჩეული ძალიან სწორი ლოკაცია და სწორი მიმართულებით მივდივართ. ხედავთ, რომ ხალხის რაოდენობა რუსთაველზე გაიზარდა, ბუხტი აწეული არის, ჩვენთან ერთად არის ნიკა კაცია და უკვე სულ სხვანაირი შემართება არის აქ. დავეთანხმები ნიკას, რომ სიჯიუტე არის ამ შემთხვევაში გარდამტეხი, სიჯიუტე
და მსრულველობა ერთმანეთზე. ემოციები გასაგებია, მაგრამ ხანდახან ეს ემოციები ცოტა უნდა გადავდოთ და რაციონალურად უნდა ვიაზროთ. დღევანდელ და წინა დღეების შემთხვევებში სასტუმრო საქართველოსთან ქართული ოცნების საარჩევნო შტაბი ჩვენ უნდა გადავაქციოთ მუდმივ საპროტესტო კერად. ურყევ საპროტესტო კერად. დღესაც ვიყავით, 2 დღის წინაც ვიყავით, 2 შაბათსაც უნდა მივიდეთ, 3 შაბათსაც ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ვარაზისხევით ამოვავს და ყოველდღიურად იქ ვიქნებით სამუშაო დღეებში. მაგრამ ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ემოციები უნდა გადავდოთ გვერდზე. ჩვენი ამოცანა არის, რომ დისკომფორტი შეუქმნათ, როგორ ფიქრობთ, იქ ტალახაძე დაამქონდა სურვილი, რომ ეხლა ჩვენს აი შეძახილებს, მათ შორის მისდამი ძალიან სწორ შეძახილებს იმ შეურაცხყოფას, იმ დამსახურებულ შეურაცხყოფას, რომ ისმენ და სიამოვნებდა, ნამდვილად არ სიამოვნებდა, მაგრამ ყველაფერი ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ მინიმალური დანაკარგებით. დანაკარგი ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში არ არის. გარდა ამისა, ჩვენთან ერთად არის უამრავი ადამიანი, მათ შორის ასაკოვანი ადამიანები, მათზეც უნდა ვიზრუნოთ, ამიტომ ძალიან გთხოვთ, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და ჩვენი ეს საპროტესტო კერა და მარში არ უნდა გადაიქცეს ბრბოდ. ლაშამ რაც გააკეთა ეს, რომ ზუსტად ჩვენ დაგვიბრუნათ სოფიერება იმ მომენტში, როდესაც ეს დაპირისპირება შეიქმნა. მათი მიზანი არის გამოგვიყვანონ წყობიდან და მუდმივად დაგვაპირისპირონ, ჩვენ ემოციებზე აგვაგდონ და დაგვამსგავსონ მათივე თავს. ამიტომ ჩვენ ძალიან რაციონალურად, როცა ესეთი ტიპის აქციებზე, შეკრებებზე, მარშებზე მოვდივართ, უნდა გქონდეს გააზრებული, რომ ჩვენ ვართ ერთი ჯგუფი, ერთი გუნდი და თითოეულის არასწორი ქმედება, თითოეულის ემოციების დაკარგვა გადადის სხვაზე, გადადის მეორეზე, მესამეზე, მეოთხეზე. მე თვითონაც მომსვლი ანალოგიური, მე თვითონაც ჩამიგდია სხვები საფრთხის ქვეშ. თუ ეს არ არის ერთიანი ორგანიზებული ნაბიჯი, რაც მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში გქონდა ასეთი მაგალითები, როდესაც მაგალითად დაჭერა იყო დაგეგმილი, ხო? ამ შემთხვევაში თუ ეს ასე არ არის, მაშინ ჩვენი მიზანი ეს არ უნდა იყოს და ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველას, რომ ემოციები მოვთოკოთ და მიზანი რაც არის, იმისკენ მივმართოთ, შევუქმნით დისკომფორტი, ვაგრძნობინეთ ძალა და ჩვენ თვითონაც ვიგრძნით ეს ძალა. თუ ჩვენ ამ ძალას ვიგრძნობთ, ხო? და ის დღე თუ დასრულდა ჩვენი გამარჯვებით, ესე იგი მიზანი მიხსნეულია. 2 დღეა საუბრობენ ჩვენზე, 2 დღეა ყოფილებიდან არიან გამოსულები და დაკარგული აქვს მოსვენება. დღეს კიდევ ერთი დღე არის, ხვალ კიდევ მიემატება და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან გქონთ ვიზრუნოთ ერთმანეთზე, შევინარჩუნოთ ეს რაციონალურობა და ნელ-ნელა სიჯიუტით, რაც ნიკა თქვა, აი ამ სიჯიუტით აუცილებლად გავიმარჯვებთ. ძნელია, არ არის მარტივი, მაგრამ საბოლოოდ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ლაშა კაციას, დიდი მადლობა ყველას აი ამ უწყვეტი პროტესტისთვის. 2 შაბათს ისევ შევხვდებით სასტუმრო საქართველოსთან. შაბათ კვირას უბრალოდ რადგან არ არიან, ამიტომ შაბათ კვირას ჩვენ წავიღოთ გარკვეული ტაიმაუტი, 2 შაბათს ისევ შევხვდებით იქ. საზოგადოებრივი მაუწყებელი ბუნებრივია ხვალაც მოემართება აქეთკენ, ზეგაც მოემართება. ჩვენი უწყვეტი პროტესტი გრძელდება და დასრულდება გამარჯვებით. დიდი მადლობა ყველას. გამარჯობა. დიდი მადლობა სასწაულს. დიდი მადლობა ბოლოს სიტყვებისთვის. დიდი მადლობა იმისთვის, რომ აი ამ რუტინას ესე გაუძლეთ მედგრად, ასე მოიტანეთ აქამდე ეს მუხტი მართლა და რუსთაველის ნამდვილ პეტს წარმოადგენენ თავის აი ამ სიცხეს, სიცივეს, ყველანაირ პირობებს გაუძლეთ და დღემდე მათი მუხტი ცოცხლობს. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ კი აი აქ დგომი ბევრი ადამიანის აზრის გათვალისწინებით აუცილებლად უნდა ვახსენოთ მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც შეუთითქნა თეატრულიანმა საქართველოსთვის გამოტანილ განაჩენთან ერთად კიდევ ბევრი ბრალდება და კიდევ ბევრი აქ წინ. ამიტომ თავისუფლება მიშას! ძალიან ნუღა დაიმატებს, ხო ვერ? რა ვქნა ძმაო, ბევრი ვარ და რა ვქნა. სამწუხარო.
რა ამუბედურს მოსტანავს, ბედნიერ გასწავლია. თერთმეტის ნახევარია ცოტა მეტი. ალბათ 1.25 იქნება უკვე. ხაზზე ცოტა ნაკლებია, მაგრამ აღით გაბერება. და იმ კუთხეში კიდე ზისით. არ დავივიწყებთ მოწმეებსო. ეს მე ახლა წუთზე დიდი ალბათობით გაიხსნება ბიჭო. ნუ მოვდივარ მე ის კი არა. ისო რომ შიშით რო კიდე არ გადაიკეტეს რა. ალბათ რავი. სხვა რატო არ გვაყენებენ აქ არ